გამარჯობა მეგობრებო, ჯერ კიდე გამოps, ამიტომ გამარჯობა. ჯერ კიდე არ ვიცი იგამებს ხვალ თუ არა, მაგრამ ჯერჯერობით ცოცხლები ვართ. მოგესალმებით, დღეს პირველი გამას პოდკასტია ლაივში. ჩემთან ერთად არის გიორგი ბუჩუკური. გამარჯობა. და დღეს ვისაუბრებთ საკმაოდ მწვავე თემაზე, რომელიც არაერთმა მაყურებელმა წამოწია კომენტარებში დაგვიწერა, ბუჩოსაც კი უწერთ კომენტარებში თურმე. დღეს გავიგე ახლა რომ მოვიდა. რომ всё, გამას მორჩა გამა დამთავრდა, გამას ისტორია დამთავრდა, რკენა რო არის. რკენა ტოლია გამას ბოლო და რეალურად, რავი, რკენაზე მინდა ვისაუბრო, ბუჩო. რას გვერჩოდი, რატო გააკეთე რკენა, ხო კარგად იყო ყველაფერი. პირადულია რამე. პირადულია სასახად. ბაგი ჩოუქების ბრალია. სულ რაღაც ორი ბაგი ჩოუქის ბრალია, რომელიც გაკეთებული აქვს ჩემთვის. ვესე სერიოზულად რომ გიგას რას ვერჩოდი? გიგასაც შენ ისეთი ბაგი ჩოუქები გააკეთე. სერიოზულად რომ ვისაუბროთ, ბუჩო რკენას დამაარსებელი არ არის, თუმცა რკენას ნაწილი 100%. რკენას ნაწილია. და გამას ნაწილიც არის, იმიტომ რომ ბუჩო, ძალიან ბევრს გვიყვარს, მათ შორის მეც არ ვარ გამონაკლისი. ბევრი მიზეზის გამო მიყვარხარ ბუჩო, მაგრამ ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ძალიან მაგარი კომენტატორი ხარ. და პიროვნებაც ისეთი ქარიზმატული და საყვარელი. და იგივენაირად როგორც ზუსტად მაგ მიზეზით ხარ სეტანტას კომენტატორი, UFC-ს შენი კომენტირება მომწონს მე ყველაზე ძალიან. ამჯერად რკენა ინგლისურად წაიყვანე, ვისაც გიკვირთ რომ ბუჩო სად იყო, ინგლისურად მიყავდა. კუთხეში დამსვეს ინგლისურად მაბაზრეს. I do speak English მეთქე ბიჭო და დავჯიქი. Yeah baby. და რა თქმა უნდა გამა გრეპლინგიც ვინც თვალს ადევნებთ, კი იცით რომ ბუჩოა ჩვენი კომენტატორი, მათ შორის ინგლისურადაც წავიყვანეთ. მე და მამაცამ წავიყვანეთ ინგლისურად. საერთოდ თავიდან მე და მამაცამ ლეპტოპზე წავიყვანეთ სამჯერ. უკვე მოხდარი გამაგრებლინგი. კი, მაშინ სულ თავიდან. მე სეტანტაზე რო გადავედით, იქ მე და მამაც ავიყავით და ერთხელ ვერ შეძლო მამაცამ და მე და მინდოზე ავიყავით და ეხაც მე და მამაცა ვაგრძელებთ და გამაგრებლინგი ესე ჩვენთვის საყვარელი. სანამ გამაგრეპლინგზე ვისაუბრებთ, მოდი რკენაზე ვისაუბროთ. უპირველეს ყოვლისა, აი როგორც დიდი MMA-ის გულშემატკივარი, ძალიან MMA-ში გარკვეული ადამიანი. და თამამად ვიტყვი რა, შენც შემიძლია რომ MMA-ის ექსპერტად გცნო და ვითარებებში გარკვეული ხარ, ზეპირად იცი ყველაფერი რა ხდება, ვინ რას უთხრა, ვინ სად ვარჯიშობს, ვის ტრავმა აქვს, ვის არა. და გარკვეულ დონეზე მეც შემიძლია ჩემ თავს ექსპერტი ვუწოდო იმ საბრძოლო გზით და პრაქტიკით, რაც და სკილებით, რაც გამომიულია. შეიძლება უშუალოდ UFC-ს ვითარებებში არ ვარ ისე ძირფესვიანად ჩართული როგორც შენ, თუმცა საქმის კურსში ვარ. MMA-ის. კი ბატონო. MMA-ის ზოგადად და UFC-ს რა თქმა უნდა, ეს არის დამაგვირგვინებელი. ახლა უდაო ზოგადად MMA-ის მთავარი ორგანიზაცია, რომელიც უბრალოდ კარნახობს წესებს და ყველაფერს, მარტო MMA-ს კი არა, ზოგადად საბრძოლო სამყარო გააერთიანა UFC-მ და დააგვირგვინა და MMA-ა ბოლო მიზანი. ყველა, უმეტესობა საბრძოლო სპორტით დაკავებული ხალხი და ადესანია, პერეირა, 1000 საბრძოლო სპორტიდან გამოსული ხალხი ბოლოს, რუტოლოებიც ბოლო-ბოლო მაინც MMA-ს უმიზნებენ, ხო? ფულ MMA-ში ტრიალებს და მაგიტომ. თუმცა სხვა სპორტებშიც გადადის ნელა, აგერ ჯიტსუ, ცოტა მუშტიკრივი, თავის ბერნაკლით. კი ბატონო. ხო და ზოგადად აი შენ როგორ შეაფასებდი რკენას და მეც ჩემ შეფასებას მოვაყოლებ მე. ხო, ჩემთვის რკენა ძალიან მაგარი ივენთი იყო. მაგრამ მაგარი სუპერ მეკერწოებული ვარ, იმიტომ რომ ჯერ სეტანტას კომენტატორი სეტანტაში მუშაობ, ჩემ გუნდმა რომელთან ერთადაც ვაკეთებ საქმეს.
მაგ გუნდმა შეძლო ეს ყველაფერი და ეს პროდაქშენის აწყობა და ასე შემდეგ. რკენაზე ვისაუბრეთ ჩვენ მიკერძოებული რო ხარ მარტო მაგიტო ხო არ ცნობ როგორც კაივენცა რა. არა, კონტრაქტში ხარ გიწერია რომ ცუდის თქმა არ შეგიძლია ახლა. ალბათ მეწერება, მაგრამ მაინც ვიტყოდი ხო ჩემი. ხო და ნუ პირდაპირები ვიყოთ ხო? პირდაპირები ვიყოთ, მაგრამ მაგაზე არ მე ეს თქმა უნდა იცი რომ რკენას მოვლენა ზოგადად თვითონ ივენთი აი არ მას შემდეგ რაც ეს ივენთი ქონა ერთხელ ჩვენ შოუ რაც გვაქვს ხუთშაბათობით Fight Night Live ჩვენს YouTube არხზე მან ვისაუბრეთ გავკვრით და აქაც რომ აი მთელი გუნდი ვინც იყო ჩართული ჩვენი შოუს პროდაქშენშიც UFC-ს MMA-ის გუნდი ვინც არის ზოგადად და ვინც გამაგრეპლინგზეც მუშაობდა თავის დროზე იცნობ მაგ ბიჭებს და მე ჩვენი მარკეტინგი კონტენტ თიმი აბსოლუტურად ყველა ჩართული იყო ამ იმაში რომ ეს ივენთი გამოსულიყო ძალიან მაგარი ედვენთი იყო ესეთი მარკეტინგული კომპანია გენს ჩართულები იყვნენ მოკლედ მაგრამ თავარი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით ვიც MMA-ის ფანები ვართ ეხა იქ იყო ბევრი ადამიანი თქვათ აი 70% იქ ვინც იყო ჩართული MMA-ის ფანი არ არის ხო ხტები რაოდენობრივად ბევრი იყვნენ ესეთი მარკეტინგ სპეციალისტი შეიძლება იყო მაგრამ არ ხარ იძულებული რომ MMA ფანი კი არ იყო რკენამდე და ამ ხალხს ვეუბნებოდით რომ ხო მაგარი გამოდის ყველაფერი და რაც რომ მიდიოდა საუბრები ან პრომოუშენი თვითონ ყველაფერი ან ლოგები ყველაფერი ძალიან მაგარ დონეზე იყო მაგრამ თუ ბრძოლები არ გამოვა და თუ ბრძოლები არ შედგებაო მაშინ ყველა ეს გულშემატკივარმა იცის რომ ბრძოლა თუ არ გაამართლა რამდენიც არ უნდა არეკლამო არ ვარ გაისიმენთ თან მით უმეტეს ბოლო ბრძოლების ეგ პლეისმენტსა საქმეშობას შემდეგ და მაგანაც რომ გაამართლა ძალიან გამიხარდა ძალიან ბევრი ადამიანი ვნახე სპორტის სასახლეს სავსე ვნახე და ერთი 10 წლის წინ ვარ ამყოფი რაღაც ივენტს ახლა გვარს სახელს არ დავასახელებ სპორტის სასახლეში და მაშინ ვიფიქრე რომ ბევრად ამაზე უკეთესად შეიძლება ამზე აკეთება თქო და მართლა ახლა ბევრად იმაზე უკეთესი იყო კარგი თამასად ადეს და ბევრი ახალი ფანი მოვიდა რაც თავარია შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში. აბსოლუტურად გეთანხმები. მოდი მე ჩემ მხრიდან შევაფასებ, მე არ მაქვს კონტრაქტი. არ მაქვს ცარუკია. არ მაქვს კონტრაქტი, სუდის თქმა არ შემიძლია, თუმცა აი უბრალოდ არ იქნებოდა სწორი ჩემ მხრიდან რომ რაღაცა ცუდი ვთქვა. იმიტომ რომ ძალიან მაგარი ივენთი გამოვიდა. ძალიან მაგარი იყო ყველა მხრიდან, რასაც შეაფასებ. ხა მე მაქვს იმის უფლება და ის გამოცდილება ივენთ მენეჯმენტში 2012 წლიდან ვარ ჩართული, თუ არა, ვიტყუები 10-დან. 2012-ში ჩემი ბიზნესი დავიწყე უბრალოდ. და ნუ საბრძოლო ივენთებს კი იცით რამდენი ხანია ვაკეთებთ და მაქვს იმის უფლება რომ ვთქვა რომ და შევაფასო ბევრი კომპონენტი და ყველაფერში ძალიან მაგარი იყო დაწყებული PR კამპანიით, სარეკლამო კამპანიით, მოლოდინის შექმნით აი ნუ ჩვენი პირდაპირი მოვალეობა ვიცოდეთ და თვალი ვადევნოთ ხელი პულსზე გვეკაოს იმდენად ვაკვირდებით ხო ამ ბაზარს საბრძოლო ბაზარს ზოგადად საქართველოში, რეგიონში და მსოფლიოში თავისთავად და აი даже მოლოდინის შექმნიდან ყველაფერი ძალიან სწორად წაიყვანეს. ახლა ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, მე პირადად არ მომეწონა, ცოტა ვაიბი გატეხა მამაფლექსის ახალ ფანიშ გამოსვლამ. ნუ ზოგადად ჩვენც გვიცდია მუსიკა და ეს მუსიკათი, ნუ რაღაც დამატებითი გართობა რო დაგვემატებინა, საბრძოლო ვაიბს ტეხავს. რავი, მე ერთ ფეროვან გადაწყვეტილებამდე მივედი, რომ ბრძოლები იყოს ჯობია, ვიდრე რაღაც იქ. სხვადასხვა მეც მაგაზე ვარ. დენალები, კაცები ამღერო თუ რავი რაღაცები, ნუ მაქსიმუმ დასაწყისში აი ჰიმნს რომ ღერიან შეიძლება მაგპონჩი ისიც მეტია. თუ იძახით რომ დენალეთი და UFC არის ყველაზე არიან ყველაზე მაგრები ვინც ამ საქმეს აკეთებენ, მაშინ ის უნდა აღიაროთ რომ თვითონ დენა ამბობს რომ მუსიკა იქიდან გამომდინარე ძალიან სუბიექტურია და გემოვნებაზეა დამოკიდებული, ზოგადად ყველას არ გაუსწორდა მამაფლექსი იქ ვინც იყო, ისე ალბათ უსმენს თქვა 50%. 50% ყველა ვარიაჯი გატეხას შექნებოდა. რომც გამისწორდეს, ავი ახლა კეით ფლინტი რო გაგეცოცხლებინა და პროდიჯის კონცერტი მოგეწყოთ იქ, მაინც ახლა ძირითადი თემა თუ ბრძოლა, ცოტა, ნუ ეგ ჩვენც გვინდოდა რაღაცით გამრავალფეროვნება და ზედაპირულია ყველას უნდება, ხო? მაგრამ ჩვენც გვიცდია და არ მოგწონებია. ერთადერთი, მაგრამ ეგ დიდი მინუსად ცნობა ნაღლად არღებს. მოდი აი უბრალოდ მიუხედავად იმისა რომ თან მით უმეტეს ბევრის თვალში კონკურენტები არიან და ჩვენ всё
უკვე ვალაგებთ ჩემოდნებს და ტირილით სახში მივდივართ ბევრის წარმოდგენაში ტრილით მაგრამ ახალი მანქანით ბრო გამარვა ბიჭო ნუ მე მიხარია რომ დამიფასდა ის შრომა რაც ჩადებული მაქვს მე ძალიან მიხარია და ბევრად უფრო მეტად მინდა რომ დაგიფასდეს მაესტრო ნუ მოდი პირდაპირ ვიქნები რა რომ ეხა ამ ხელა ისტორია გამოგვივიდა და ეხა ნუ რამდენი წლიანი ისტორია ძველი კამრით დავდიოდე რავი რამდენი ისტორია შეწყვებოდა რამდენი წლიანი ისტორია აქ გამას 6 გამოდის ეხა 2002-ში იყო პირველი ივენთი თუ 2020-ში 2020-ში 5 წელი ხო გამოდის მე Iron Jones იყო გამა არ იყო ეგ ოკეი Iron Jones და 2021-ში იყო ფოლად შენ ხო აქ ხარ 2021 იყო ფოლად Iron Jones პირველი ბერნაკლ ივენთი შენ ხო იმ საჯი ეს ბოდოლიაშვილი საჯი იყო მაგ ივენთი საიდან მოდის მაშინ საჯობდა ცუდად ჯერ კიდევ მაშინ ცუდად საჯობდა თოლი გადაობ თოლიაზე მაგარი სპრავედლივი საჯი არა სამართლიანი საჯია თო სამართლიანი კაი ბეხა აი ბუჩო არის პირველი ვინც გამსჯის ხოლმე ამ ყოველთვის ჟარგონის გამო მაგრამ ნუ ეხა ხო იცი ჩემი საყვარელი შოუმენი ხარ და ერთ-ერთი მაგ ჟარგონებზე იმაშვები ხოლმე კი მაგრამ ნუ ეხა ვერ წავშლი ამ ჩემ ხა შემცირებული არავისთვის არ არის სეკრეტი რომ საიდუმლო მოსკოვში პოდიში საიდუმლო რომ მოსკოვში ცხოვრობდი რუსეთში ცხოვრობდი საკმაოდ დიდი ხანი 2014 წლამდე 1993-დან იქ 19 წელი იყავი ბრო ხო და ეხლა ნუ თავისთავადია რომ რაღაც პარაზიტის სიტყვა რაღაცები მაქვს თუმცა ვებრძვი ჩემ თავს და დიდი მადლობა რომ ჯანსაღად მაკრიტიკებ და თქვენს დიდი მადლობა პატივცემულ აუდიტორია თქვენი დიდი წვლილია იმაში რომ მე ბევრად დავხვეწე ქართული და ზეფარდოვან სიტყვებით გავამდიდრე ჩემი ვოკაბულარი ზეფარდოვანი სიტყვა ხო ზეფარდოვანია ალბათ მაგაზე ხალ ადექს არ უყავდეს აქ რო ესეთ პასუხს გავცემდა მე რაც ვიცი ძალიან ესეთი საბაზისო ესეთი სიტყვები მაგრამ ხო ხდები ჩვენ ვალდებულებაა რომ ქართულად ვისაუბროთ მაგაზე ხუმრობთ რა თქმა უნდა მაგრამ იცი რაღაც ამბობდი შენ სახში წასვლაზე და არ ვაპირებ I'm not fucking living go მიუხედავად იმისა რომ ასეთი რაღაც ზედაპირული აზრია მინდა გითხრათ რომ ნუ რა თქმა უნდა ეხა ცოცხალი ბაზარია რა როგორ მოხდება ვინ წინ წავა ვინ უკან წავა ერთი წლის უკან ვერც წარმოვიდგენდით რომ რკენა გაჩნდებოდა ბაზარზე უბრალოდ მე მინდა გითხრათ როგორ მე პირადად როგორ ვაფასებ ამ სიტუაციას ძალიან მაგარია მინი UFC გვაქვს საქართველოში ხალხო ანუ ვაუ უმაგრესი ივენთი ჯერ როგორც ვიცი ერთხელ სამთვეში იმედია რომ მეტად ხშირად შეიძლება დაჟე მე ბოდიში დაჟე თებერვალშია შემდეგი ხო რომ შეგეძლება შაბათს ახვიდეთ სპორტის სასახლე იქნება თუ სხვა ვენიუ ამას არ აქვს მნიშვნელობა ძალიან მაგარი ივენთი გველის ყველა ჰარდკორ MMA ფანები გინდა სახში პოპკორნით, გინდა სპორტის სასახლეში საკაიფო ჰოთ-დოგები იყო. მართლა? ნუ ხო, მე დამევასა. რიგების გარდა ყველაფერი დამევასა. დატკბი მაგარი საღამოთი, ანუ პირიქით დამატებით შესაძლებლობა და შენ როგორც თქვი ბაზარი გაზარდესო. მე დავინახე ზუსტად ეგ მომენტი, რომ 70%-მდე იმ ხალხის, ვინც იყო სპორტის სასახლეში, იყო ახალი აუდიტორია. ბევრი კალათბურთელი, ბევრი რეგბისტი ვნახე, ანუ უამრავი გოგო ვნახე, რაც საბრძოლო სპორტისთვის არ არის ჩვეული თემა. სადღაც 30%-მდე გოგოები იყვნენ, მეტი თუ არა. და ეგრევე ძალიან გამიხარდა ეს, იმიტომ რომ, ნუ, ჩემი გათვლით თუ მოწონთ იქაური ბრძოლები, ჩვენიც მოეწონება, ჩანსი ამისი არის და რაღაც ნაწილი ამ აუდიტორიის ჩვენ მაყურებლის ბაზასაც გაზრდის. რა თქმა უნდა, არის შანსი, რომ რაღაცა ნაწილი წავიდეს და რკენას უყუროს და გამას აღარ უყუროს. თუმცა ნაკლებად რეალური მგონია და ამ ხალხზე არასდროს არ მქონდა მე გათვლა. გამა თავიდანვე ჩამოყალიბდა რაღაც ესეთ hardcore ჩაკეტილ ორგანიზაცია, ჩაკეტილ იმ პონჩი რომ მარტო ყვერებიანი ტიპები ჩხუბობენ აქ ახლა. კი უჩხუბიათ ზალას და ოთოს,
გამაში არ მოხდა, კონტენდერ ლიგაში მოხდა, ხო? ასეთი. იჭუბეს, ეგეც საკმარისია. ხაიპური თემა იყო და ხო, даже მაგ ტიპებს გაუჩინეთ სურვილი რომ ბევრს არ შეუძლია შესვლა საჩხუბად. როგორც არ უნდა, როგორ პერფორმანსს არ უნდა დადოს, რავ რიგზე ყველას არ უნდა. ბატონო, და როგორ ფიქრობ, მოდი აი კენას ბრძოლებზე რო ვისაუბროთ. ბრძოლებამდე ერთ რამეს პატარა კომენტარს გავაკეთებ მაესტრო რასთან დაკავშირებით, იცი ბაზართან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს თემა მუშაობს სხვა მეც ზოგადად MMA სამყაროში სხვა სამყაროდან ვარ მოსული ჩემი საქმიდან გამომდინარე, რაღაც იქ ბანკში, ფინანსური, მაგათ შენობაში მაშინ სხვა სექტორში მაგ ყოფნის გამოცდილება და აქაც ახლა რომ MMA სამყაროს რო შევხედე თავის დროზე UFC-ს კომენტირება სანამ დავიწყებდი მაგაზე ეპოქაზე საერთოდ საუბრობ, მან ფაქტურად ბნელი ეპოქა იყო და მე აი 20-20-ში რომ დავიწყე კომენტირება და ლეგიონში მე და შენ მომიყვანა თეო მამაცაშვილმა და მე და შენ გავიცანეთ ლეგიონში ერთმანეთი მაშინ უკვე გამას ივენთი ჩატარებული ქონა და ვიცოდი შევინიყავი და მე მეორე თუ მესამე ივენთზე მოვედი მეგონი ფოლადას პირველი ჩხუბის ნანახი მაქვს და ფოლადას ნანახი და არ მოკათ ძალიან ბევრი იმაზე სამრეცხაოში რო ჩავატარეთ ჩვენი მესამე ივენთი იყო გამასი ცირკთან იყო გახსოვს პიკიდეი ქვევი ჩასასვლელი რო იყო ერთი იქაც იყო ელექტროვერკში რო ტარდებოდა ცირკთან აი გაგა სამრეცხაო იყო სამრეცხაო მე მეგონა რომ ეგ პროფილაქტიკა F1 detailing club F1 detailing ხო და რის თქმა მინდა იცი მაგ პერიოდში მე გავიცანი თუნდაც ლეგიონში და თუნდაც აი MMA-ს კომენტირებდა რომელიც საერთოდ არ იყო ესეთი პოპულარული საქართველოში გავიცანი ხალხი ვინც დაინტერესებული იყო ისედაც საბრძოლო ხელოვნებებით და სპორტით უყურებდა UFC-ს ასე შემდეგ გამამ იქით GFC-მ სხვადასხვა ორგანიზაციებმა ვინც იყვნენ მაშინ მისცა ამ ხალხს საყურებელი ანუ ვინც უკვე დაინტერესებული იყო შერეული საბრძოლო ხელოვნებებით კრივით და ასე შემდეგ უკვე მისცა მათ ადგილი სადაც შეეძლოთ რომ სიამოვნება მიიღოთ ამ სპორტით და ეხარ კენას შემოსვლამ რაც გააკეთა შენ რაც აღნიშნა რომ 70% იყო ის ხალხი ვინც არ დადისო ეგ ხალხი არიან აი კონორის დროს ვინც შემოვიდა მე რა თქვა UFC-ში იგივე ძალიან ესეთი მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო კეჟუალები ქვიათ ამ ადამიანებს ჩვენთან მაგალითად ახლა სოზას მიმართ არის პრეტენზიები რომ წაქცეულ ტიპს რატო უტყავდიო რაც ხო ხდება მე სასაცილოდ გვეჩვენება ჩვენ მაგრამ მე პირადად ბევრს უხარია რომ ეგეთ კომენტარები მოდის იმიტომ რომ რაც ნიშნავს რომ ბევრი ახალი მოვიდა ამ სპორტში ის ვინც მოვიდა იქიდან დარჩება ალბათ 30% და MS მასშტაბურობასაც 5 წლიანი ტაიმლაინი აქვს მაგრამ აი იგივე მიზეზია რატომაც ჯობია რომ ბევრი ორგანიზაცია იყოს ეხლა ამ ეტაპზე და ყველა ივენთი ატაროს რაც შეიძლება ხშირად რატომაც ეხლა აქედან რომ გავიდეთ მე და შენ GPC-ს, PSP-ს და ფარმადეპოს თუ რასაც გვერდ ექნებათ აფთიაქები კლასტერის ბევრი ადამიანებს უნდა შეუქმნას ეხლა ყალიბდება სპორტზე წასული სპორტის საღამოთი ბრძოლის საღამოთი სიამოვნების კულტურა ჩვენთან საქართველოში და აი ეგ უნდა მოხდეს ეხლა ჩვენთან რა რეალურად ბოდიში ჩვენს მაყურებელს მინდა მივმართო ვინც ჩვენს პოდკასტ TikTok-იდან ან Facebook-იდან უყურებთ სრულ ყოფილად თუ გინდათ უყუროთ სრულიად უფასოდ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ GAMA-FC.TV-ზე და იქ live chat-იც გვაქვს და დასვით საინტერესო კითხვები სხვა შორის რამე საინტერესო თუ დასვეს იმას არ პასუხობ ფოლადა კორტავა როდის იქნება ამ ფოლოს მელიქიანი კორტავა ასეთ რაღაცეები არ გავაჟღეროთ, რამე საინტერესო თუ იქნა, შიგადაშიგ შემოგვიგდე ხოლმე, სიამოვნებით გავცემთ პასუხს. ხო. ეგ არის ბაზარის და მოკლედ ეგ არის მაესტრო. ბაზარის და როგორც აი მოვარდნილი ტალღა ნავსადგურში მყოფ ყველა გემს ერთნაირად წევზე ვითო, ეგეთი რაღაც მოხდება ახლა, იმიტომ რომ საკმარისზე ბევრად ნაკლები იმეთი ტარდება ახლა ჩემი აზრით და ხალხს არჩევანი ექნება, რავი, ძალიან მაგარი რაღაც ხდება მოკლედ. ძალიან მაგარი რაღაც ხდება, გეთანხმები, ძალიან კარი სამსახურს გვიწევს ყველა ამ ბაზრის მოთამაშეს რკენა. შეიძლება ესე ზედაპირულ შეხედულობით და შეიძლება გზნობების დონეზეც კი არასასიამოვნო იყოს, იმიტომ რომ კონკურენცია არ არის სასიამოვნო ზოგადად როგორც მოვლენა ადამიანისთვის, თუმცა სიკეთესკენ მიყავს, ანუ სპორტსმენიდან, მებრძოლიდან დაწყებული. აი დარბაზში ვისთან ერთადაც ვარჯიშობს, თუ არ დახვდა სათანადო კონკურენცია, ვერ გამოვა კაი მებრძოლი. შეჯიბრებებზე რო გავა, თუ არ დახვდა სათანადო კონკურენცია და თუ არ მოუგო, თუ არ გაიარა ეს წნეხი და განსაცდელი, ვერ გაიზრდება ნაციონალურ დონემდე და მით უმეტეს მეორე ილია თოფურია და მეორე დვალიშვილი ვერ გამოვა ვერანაირად. და ჩვენ GFC-მ, AFC-მ, რკენამ, გამამ, ნაციონალურმა ფედერაციებმა მით უმეტეს კიკბოქსინგის, მუაი ტაის, კრივის თუ რაც არის
უნდა დავდოთ მაქსიმალური და ეს პირობები უნდა შეუქმნათ ამ სპორტსმენებს, მათ შორის კონკურენტული გარემო, მაქსიმალურად კონკურენტული გარემო. ოღონდ ეს კონკურენცია ცივილური უნდა იყოს, ხო, რაღაც ზღვარს გადასული რომ გამოვიდეს ამ გარემოდან, ამ მგლების სამყაროდან top მგელი, რომელიც საქართველოს სახელს გაიტანს მერე. ყველგან ბერნაკლი იქნება ეს, გრეპლინგი იქნება ეს, MMA ყველას თვალყურის ქვეშა ახლა და ფოკუსირების ქვეშა, ამიტომ MMA გვირჩევნია, რა თქმა უნდა. და ბოლო-ბოლო ბრძოლა ჩვენია, ძალოსნური სპორტი ჩვენია. და ვინ არა დაღესტნელების და ჩეჩნების და მithumes ბრაზილიელების მოსაგები სად არის რომ საქართველები ვარ ეხა მე გეტყვი სად არ გეთახვევები შენ წეღარ ახსენე ფედერაციები და რაღაც მარეგულირებელ ორგანოები და რას შემდეგ ჩემი გადმოსახედიდან მე ვარ სულით კაპიტალისტი ტიპი ჩემი გადმოსახედიდან ფედერაციებმა სახელმწიფო ორგანოებმა და ასე შემდეგ უნდა გააკეთონ რეგულირება და აი რეგულირება რაღაც დონეზე ისე რომ მებრძოლების უფლებები ასე შემდეგ დაცული იყოს მაგრამ დანარჩენი დაფინანსების კუთხით იქნება თუ დოლათის შექმნის კუთხით ჩემი სურვილია და ჩემ წარმოსახვაში და ოცნებაში ხდება რომ აი ეს ხალხი ვინც დადის ივენთებზე და ფულს იხდის და მერჩს ყიდულობს და ფოლადას რაღაც მაისური შეიძლება შეიძინოს ან ფოლადას ივენთზე წავიდეს და ალაიქოს მისი პოსტი თქვენი მებრძოლების ვინც ყველას მოკეთ ვინც არიან აი ფული ხარჯოს ხალხმა და ამას კონდეს კომერციული გათვლა და არა ის რომ სახელმწიფო რაღაცაში ფული ჩადო, იმიტომ რომ ყველა სახელმწიფოს დაფინანსებული პროგრამის თავზე გავიარე აბსოლუტურად ეგ არ არის გრძელვადიანი ზრდის გეგმა, გრძელვადიანი ზრდის და გადარჩენის გეგმა, გადარჩენა არ ვისჭირდება ზრდის და აი თქვა ჩვენი ბიჭები რომ მილიონერები იყვნენ ჩვენი მებრძოლები და ამ რეგიონშივე გახდნენ მილიონერები, რა თქმა უნდა, ეგ არის მიზანი. ჩემი ოცნება არაერთი გამას მებრძოლისთვის მithქვია, რომ ნეტა სულ მინიმუმ კონდეს იმის საშუალება რომ 10,000-ზე შემოგთავაზოთ ხო. რა თქმა უნდა, მე ხო სულ ჩემ ხელში იქნება. ერთ-ერთი ის უი, მაესტრო, ვერ ვივარჯიშე, წონას ვერ გიბარებ იქნებ ცოტა იმაზე. ხო და უყურე. ვაფშე მომკვდარი იქნება ყველა ეგ ბაზარი. მე როგორც ნეიტრალური მაყურებლისთვის, მე ისიც არ მინდა რომ შენ ხელში იყო ტიპები, ხვდები? მე მინდა რომ არც შენ ხელში იყოს, არც რკენას ხელში იყოს, არავის ხელში იყოს. მე მინდა რომ ყველა, ხო, ანუ მე მსახურებოდეს სპორტსმენი. კი ბატონო, ზუსტად, აი სპორტი და სპორტსმენი ხეირობდეს, მაგარ ფულს შეულობდნენ პრომოუშენები, არხები, ინფლუენსერები, იმ დღეს ჩამიგდეს ისეთი ხალხი აკეთებს MMA-ის კონტენტს და კრივის კონტენტს, რომ რა ვიცი, საერთოდ რაც ამ შეხება არ ქონიათ აქ და აიო გასაბრაზებელიაო ვიღაცა მკითხა რა. ერთადერთი ჩხუბი რაც ჩაუტარებია ცხოვრებაში 3 წლისა დედამ რო გატყება, ეგეთი ეგეც ხო და ანუ ზოგადად არ მას მოკითხა მე მიხარია პირიქით ესეთი რაღაც თავის დასაწყისში ყველა ცუდია რაღაცაში, ნელა ყველა გაიზრდება. მიხარია რომ ახალი ხალხი შემოვიდა, გაიფილტრება, ზოგი დარჩება, ზოგი ეს, მაგრამ დასთავარია ვიზრდებით რა. ახლა ეს მოვარტყეს, ფიჩი მოვარტყე. იცი, ხო, ცოტა რაღაც ლოზუნგები ვით გამოგვივიდა, მოდი ასეთ თემას შემოვაგდებ. ხშირად კომენტარებში რაც ნახე იგივე რკენას ლაივში, პარალელურად თვალსადევნებდი რომ უყურებდი. და კომენტარები წერენ ხშირად გამაზე წერდნენ მათ შორის რკენას ლაივში და გამაშიც ახლა გვიწერენ თავისთავად კომენტარებში და ერთი აზრი გაჟღერდა რომ აი всё ისევ შედარებაზე მაქვს საუბარი რა რომ აი გამა სხვა დონეა იქ ორღობეში ბრძოლებია აქ სხვა დონეა და ჯეს ერთი იმის თქმა მინდა რომ მაყურებელი MMA-ს და მუშტიკრივს არ მიჯნავს თუ ვერ მიჯნავს ხო, საერთოდ სხვა სული. ეს უცოდინრობის ბრალია ჩემი აზრით და მეგობრებო, ანუ ისეთ შედარებას ატარებთ თუ ჩვენს ძირითად პროდუქტს ატარებთ რკენას, ანუ მუშტიკრივს, გამა მუშტიკრივს ატარებთ რკენას MMA-ს, არასწორია, ანუ იგივეა რომ იმ მიზეზით ვინაიდან აქაც ბურთია და იქაც ბურთია, ფრენ ბურთი, ფეხბურთს რო შეადარო, ხო? ანუ ცოტა სისულელე მგონია და აქაც ჩხუბია, იქაც ჩხუბია, მაგრამ სრულიად განსხვავებულია და ახლა კი ჩვენ განზრახ გავაკეთეთ მუშტიკრივი, იმიტომ რომ არ გვინდოდა არსებული წესებით თამაში, გვინდოდა ახალი წესების დანერგვა და რეალურად გამა რაღაც დონეზე ახალი სტანდარტი გაიჩნდა თავის დროს. დააკვირდით მოვლენებს უბრალოდ და თუ გინდათ შემესპორეთ კომენტარებში. TikTok-ზე და Facebook-ზე არა, გადმოდით გამა TV-ზე, მან შემედავეთ.
Nice. Nice რო იძახი, კარგია რატო არ იძახი? კარგია. მართალი ხარ. შვენი არია მაესტრო. რის თქმა მინდოდა რომ არ გვინდოდა არავის წესებით თამაში და ახალი წესების დანერგვა გვინდოდა, გამათრახება გვინდოდა ამ ბაზარის, რაც ფაქტიურად გამოგვივიდა. ხა მე და გიგაში გინდა გვიჯერეთ, გინდა რა ვართ კომაგები და ინფიცირებულები ვართ ამ სპორტით, ჩხუბი გვიყვარს, ჩხუბში ვართ ბედნიერები და აღარ გვაქვს ტრაკი და სხვა ვაჩხუბებ, დაუბერტით. შენც ხო იჩხუბე ხა? სად ვიჩხუბე? ეხა წინა რამდენი თვის წინ ხო იჩხუბე? რინგზე სად იჩხუბე? არ იჩხუბე არ იყო ეგ. ნუ გადაობათში გავიდა, ჩხუბში გადაობა იყო. ოცნება აუსრულე გამატრენერს, როგორც თვითონ მთხოვა და კარგი ადამიანი ხარ. შენ ჩხუბი არ იყო. რო დაუბრუნდეთ იმას, რისი გამოთქმაც მინდა, ის არის რომ უპირველეს ყოვლისა სხვადასხვა თემა. ძალიან სისულელეა სხვადასხვა სპორტის შედარება. შეგიძლიათ შეადაროთ გამა MMA და რკენა, მანდ მესმის შედარება. და მანდ არის გარკვეული უპირატესობები, რა თქმა უნდა, რკენასია ძირითადი ყველა უპირატესობა, მაგრამ გამასაც აქვს ბევრი უპირატესობა. და ზოგადად იცით რა, მე პირადად ეს ვითარება და იგივე რომ ამდენს წერენ და გამას ადარებენ რკენას. ძალიან დიდი კომპლიმენტია ჩემთვის, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს საქმე მე და გიგამ დავიწყეთ Warriors-ში, პადუალში. მაშინ პანდემია იყო, ვარჯიშსაც ვერ ვახერხებდით ნორმალურად. ყველანაირი სახსრები ჩაგვეკეტა, უბრალოდ ჟანგბადის მილები გადაგვიკეტეს, როგორც ძირითადად ყველას ჩაეკეტა პანდემიის გამო. და ერთადერთი რა შემოსავლიც ჰქონდა მეც და გიგასაც იყო Warriors-ში მწვრთნელობა. ამამ გადაგვარჩინა და იმ დროს არის ეს აზრი დაბადებული, ჩამოყალიბებული და რეალიზებული. და უპირველეს ყოვლისა ბიჭებს დიდი მადლობა მებრძოლებს, ვინც მაშინ დაიჯერა ჩვენი და გაიზიარა აზრი და ერთად გავაკეთეთ ჩვენ. მაგიტომ მიეცა გამას სახალხო ორგანიზაციის იერი და დღემდე ატარებს და სისულელეა, რომ აი ესე მუხლებზე გაკეთებული თემა, რომელსაც უბრალოდ ხოდი მიეცა, იმიტომ რომ ხალხმა დაუჭირა და მებრძოლებმა უპირველეს ყოვლისა მხარი და გამოვიდა შეადარო პროექტს, რომელიც არის, შვილობილი პროექტი, სეტანტა, ხო არის აჭარა გრუპის შემადგენელი ნაწილი. სეტანტა ხო არის მარტო საქართველო. არა. 20 ქვეყანაში გადის, ხო? დაახლოებით. გლობალური კორპორაცია, კომპანია, კორპორაცია გლობალური და რკენა არის მათი დიდი ისტორიის დიდი ნაწილი. როგორ გვადარებთ? მე, ჯერ ერთი მიხარია, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ და არა AFC-ს, არა GFC-ს, სხვა MMA ორგანიზაციებს ვერ ხედავენ, ჩვენ ვხედავენ არც ერთ ნაციონალურ ფედერაციას, არც Max Fights, არც რავი, კრივს, ხო არის პროფესიონალური დიდი კრივის ივენთები საქართველოში, დაფინანსებაც აქვთ. ჩვენზე მეტი ხერხები აქვს ყველა, ვინც დავასახელე. მაგრამ ჩვენ ვართ ის, ვისაც ადარებენ და ძალიან მიხარია. ძალიან მიხარია ეს. უბრალოდ მეგობრებო, რავი, ვისაც გამა მოგწონთ, სხვა თემა ვართ. ჩვენ ვართ YouTube პროექტი, ჩვენ ვართ ასე ვთქვათ, სტარტაპი, ძალიან მოყვარული ხალხის წამოწყებული და რკენა არის, უზარმაზარი კორპორაციის შესანიშნავი პროდუქტი. და მე ასე უყურებ ამ თემას და შენიცი რო გუშინ ჩვენ შეხვედრა გქონდა, გამას და რკენას მეგობრებო შეხვედრა გქონდა, ჩვენ უბრალოდ ჩვენი მხრიდან გავაკეთეთ ნაბიჯი, ვცანით ის მიღწევა და ის დიდი ნაბიჯი, რაც ზოგადად საქართველოს საბრძოლო სამყარომ რკენას გამოჩენით და ჩატარებით გადაადგა და დიდი მადლობა ყველას, ვინც მიიღო ამაში მონაწილეობა, დაწყებული, ვოლონტიორებით, ვინც იდგნენ, გამას ბევრი ვოლონტიორიც რკენაში დავინახე და დამთავრებული იგივე მებრძოლებით და რა თქმა უნდა, ვინც დააფინანსა, ვინც წამოიწყო, ვინც დიდი წვლილი ითამაშა, ყველას დიდი მადლობა. ჩვენ ფულით გაკეთდა, ხო იცი გამბო? კი. ხო და შენ დიდი მადლობა. 100%-იან დამფუძნებელი როგორც ყოველთვის და ფინანსური ხარდამჭერი რკენას, გიორგი. ოკეი. ხო და შენ მაინც დაიჯერო.
ანუ ის არა ვისაც ლაპარაკობ ვისაც შეხვდი ეგენი არა მე რისთვის შეთან მოვდიოდი მაინც ისოთი არა უბრალოდ სერიოზულად რო ვისაუბრებ ჩვენი ახლა რაღაც ქმედებების გეგმა და რამე არ წარგვიდგენია უბრალოდ ჩვენი ხედვა გაუზიარეთ რომელიც აი ეს გზნობის დონეზე და ის დაბრუნებული სიტყვების დონეზე გაიზიარეს და სწორი ხედვა არისო ჩვენც მასე უყურებთო და ხედვა იმაში შედგება მოკლედ რო გითხრა რომ იმის მაგივრად რომ ჩვენ ჭიდილი გქონდეს ერთმანეთთან და დავეტაკოთ შუბლი შუბლს და ფაქტიურად ეხა კონსოლიდაცია არ არის დღესდღეობით ამ საბრძოლო ბაზარზე არც ფედერაციების არც არსებული პრომოუშენების კონკურენცია, მეტნაკლებად დაალაგებული, მაგრამ თლა ცივილურ სამწუხაროდ ვერ ვცნობ თლა ცივილურად და ჩემთვის მეტად უფრო უკეთესი იქნებოდა და ამისთვის ბევრს ვიბრძვით, რომ მოხდეს კონსოლიდაცია და განა მოხდეს ამ მებრძოლებზე, ასე ვთქვათ, ეს ჩემია, ეს შენია და გადაბირება ერთმანეთისკენ. არა, დავალაგოთ ისე სიტუაცია, რომ ყველამ, ასე ვთქვათ, ინტერესები დაცული გქონდეს ერთმანეთთან კოლეგიალობით. ჩვენ ყველა უნდა დავეხმაროთ ამ მებრძოლს. ჩვენ განა შეუშალოთ სპორტის განვითარებას და კონკრეტული მებრძოლების განვითარებას. არამედ დავალაგოთ ერთმანეთში ისე სიტუაცია, რომ ყველამ კაი მნიშვნელობით ხელი ვკრათ უკნიდან ამ მებრძოლებს, რომ პირიქით წინ წავიდნენ და ჩვენი ყველას ინტერესი დაცული თუ იქნება, მეტად სწრაფად წამოვლენ ახალი ილია თოფურიები, ახალი მერაბ დვალიშვილები და მეტად ბევრად მოიგებს ყოველივე ორგანიზაცია და მთელი ერიც. სულ სხვა გემოაქვს ხა მე მასვიდალის და ნეიდიაზის და ნიგდიაზის დიდი ფანი ვიყავი, მაგრამ ქართველი რო იგებს, ვაფშე სხვა გემოაქვს ხა შენ შეგიგრძნია ეგ ყველაფერი ძალიან სასიამოვნო პირველს. ამიტომ რავი როგორ ხედავ შენ ამ სიტუაციას? რეალისტური არის ეს ჩემი შეხედულება, გვაქვს შანსი რომ ასეთი სიტუაცია ჩამოვაყალიბოთ? ვიცი რა არის, ყველაფერი არის გამოჩნდებაზე რა, ეს შენ ყველაზე მაგრად იცი და გიგასაც მე შენს მათ შორის პოდკასტებში თქვენთან და ზოგადად გვისაუბრია. რამდენი რამ ჭირდება იმას რომ პრომოუშენი, ბრძოლის პრომოუშენი იყოს გამართული. ეს არ არის რაღაც ფერად ფურცელზე დაწერილი ლამაზი სიტყვებით ისტორია. ყველა მოსახლეობაში მოსტრი მიმაღლება, სადღაც ფეხს წამოკრავ და რო წამოკრავ ფეხს ცხვის რაღაცას ჩამოარტყავ, ვიღაც მოვა კეფაში მოგცხებს. არ არის მარტივი ამის კეთება, მიუხედავად ძალიან ბრუტალური ბიზნესია, ინდივიდუალურია, როგორც მებრძოლებისთვის, პრომოუშენისთვის, აგენტებს, ყველასთვის აბსოლუტურად. რა გამოვა და რა არ გამოვა ეგ არ ვიცი, მაგრამ პოზიტიურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ ვიცი ვინ არიან ჩართული ამ საქმეში და მეტნაკლებად ყველასთან თქვენთან ურთიერთობა და საუბარი რაც შემდგარა ჩვენ შორის, ვიცი რომ სწორი მიზნები გაქვთ ყველას და სწორი ხედვა გაქვთ ზოგადად ამ ბაზრის ამ სპორტის რა და მაგის იმედი მაქვს, თორე რა იქნება კაცმა არ იცის. მე შემიძლია ვთქვა რომ ძალიან დიდი სიამოვნებით ვუყურებ ამ სპორტის და სპორტსმენების და ორგანიზაციების განვითარებას თელ ეს პერიოდი და კიდე სამომავლო. ძალიან, ეხლა ძალიან საინტერესო. ეხლა ოქროს ხანაში ვართ. ეხლა აი ოქროს ხანაში შევდივართ. ხო, ვიღაცები ქუჩაში ცნობენ და რაღაცა ბუჩექს მოდი სურათი გადავიღოთ და რა და ზოგადად. ან კომენტატორი ვარ ხო, I'm just talking shit. და ეს ბიჭები კიდევ ვიცი თქვენთან ჩხუბობენ, მაგათ აყავთ სერიოზული ფოლოუინგი, აგერ ჩვენებიც ვარსკვლავები გახდნენ ახლა პოლადას და მას იცნობდა ხალხი მეტნაკლებად, ახლა აგერ ლორდ ქიფანიძეც ძალიან გაიცნო, თუნდაც ბერიძე ვის წააგო, მაგრამ მაინც შარიქაძეს თავის ეფექტი ქონა, ახალი ფანები მოიყვანა და ხალხი მოვიდა შარიქაძესთვის უმეტესობა, ეგ უნდა აღიარო ეხლა რა თქმა უნდა სტარის იყო და დარჩა მერე ბიჭისთვის, რომელსაც ოლიმპიელობა უნდა და ეხლა ძალიან მაგარი MMA-ის მებრძოლია, ან რაღაც ლომისთვის, რომელიც ბაბუის ხსოვნას მიაგებს ულაშევით. აი ეს ბიჭო MMA არის ისტორიები და ეს სილა ეხლა ბურძგლავს გახსენებაზე რა ისტორიები ქონა რკენაზე სერიოზული და გამაზეც და ყველას აბსოლუტურად რა და ისტორიების გამო დარჩება ხალხი ისტორიებს რაც შეეხება და რკენასთან, ასე ვთქვათ, რა ხედვაც ქონდა, რომ ფაქტიურად ეხა ეს პრაქტიკამ თავისით მოიტანა რა. ხო. მოდი სხვა მხრიდან შევუტევ იმ მაყურებლის ნაწილს,
შეტევად ნუ მიიღებთ განათლებად მიიღეთ ჩემო საყვარლებო, იმიტომ რომ ბევრი ლაპარაკობს რომ გამაში არ არის მაღალი დონის ბრძოლები. და რატომღაც იხსენებენ როგორც აქამდე ვთქვი ზაალას და ოთოს ბრძოლას, რომელიც ფაქტიურად გამაში არ ჩატარდა და კონტენდერ ლიგაში ჩატარდა, მაგრამ და ამავდროულად ავიწყდებათ ის მომენტი, რომ გამაში იბრძვიან ძალიან მაღალი დონის სპორტსმენები. ნუ ეხლა მკვეხარაობათ რო არ გამომივიდეს, მოდი რკენას მაგალითზე ვიტყვი იმას თუ რა მებრძოლები ჩხუბობენ გამაში. ანუ რკენაში ხო ჩატარდა 9 ბრძოლა. ხო, ნუ 9 ბრძოლა 9 ქართველით, უცხოელი ქართველს ებრძოლებოდა. ამ 9 მებრძოლიდან 3 არის გამას აქტიური მებრძოლი. ნუ ფოლა და ყველამ რო გამადანიცის ეგ ხა არავისთვის სეკრეტი არ არის. ასევე სოზაშვილიც ხა ბევრმა გამადან გაიცნო გამა გრეპლინგში გამოჩნდა პირველად და ნუ ხა მოაძრო კი სერე MMA-ზე. ხო და MMA-შიც გამოადგა გრეპლინგის გამოცდილება ჩვენთან 2 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ხო კისერი მოა გილიოტინათი მოიგო ბოლო ბრძოლაში. კი ბატონო, კი. კაი. საფერმო ჩოხა მაისურით. კი ბატონო. და ასევე ჯანსუ გოგიაც ჩვენთან აქ უკვე ბრძოლა ჩატარებული მონაგებიც ბონუსიც აიღო. ძალიან მაგარი გრეპლერია ჯანსუ. და ანუ ამ 9 ბრძოლიდან სადაც 7-ში ქართველებმა მოიგეს, 3-ვე ბრძოლა გამას მებრძოლებმა მოიგეს. მარტივი სტატისტიკა. ვიღაცა ატრაკებს რომ ფოლადას მალე გაუჩერეს ბრძოლა, მეგობრებო, ასე გეტყვით, სრულუფლებიანად შემიძლია ვთქვა, რომ ვაფშე არაფრით არ შეიცვლებოდა, უბრალოდ ის საწყალი ყაზახი დაზიანდებოდა და სამომავლო საბრძოლო პერსპექტივები შეელახებოდა. თორე აი ის სურათი რაც ჩანდა მაგ ბრძოლაში, всё, დამთავრებული იყო. უბრალოდ იგივეს დაინახავდით, რაც დაინახეს შარიქაძეს ბრძოლის სურათში, რომ ტყილა აწამეს კაცი ზედმეტი ურტყეს. მანდიცი რა. თორე მეტად მალე გასაჩერებელი იყო. რა თემაც თამაშობს კიდე ეცი როლს მაესტრო მანდ, იმიტომ რომ მე პირადად მაგალითად მეც გავბრაზდი რომ მალე გააჩერესო, არა იმიტომ რომ რაღაც სხვა რამე შეიცვლებოდა, იმიტომ რომ ფოლადას ნახვა მინდოდა ცოტა უფრო დიდხანს რა, რომ მაგ ჩეხი, იმიტომ რომ მაგ ჩხუბს მოვდებოდა. მაგრამ ხო ხვდები ახლა არჩევანი იმ საჯის იმ საჯის გავიგე, მარტივი არა, გავიგე რაღაც, მაგრამ მე რას ვიძახი, იცი, იმ ხალხის უკმაყოფილება. შენთვის ზედმეტ წამს კაცი უნდა შეწიროს. ჩემი სიამოვნებისთვის ყაზახი მებრძოლი უნდა შეწირულიყო და რამდენად წინააღმდეგი ვარ მაგის ზოგადად არის ფოლადას ერთი წუთი ნახოს კიდე აეტანა დარტყმები ეხლა მებრძოლია. anyhow მე ჩემი შეხედულებით რა ნაწილობრივ მაგის თქვა მინდა. ჩემი შეხედულებით ასე იქნებოდა და ნუ აი 100%-იანი ვარ მაგ დაჯერებაში დაგილაგებთ თუ გინდა არგუმენტაციას. უბრალოდ არც ვთვლი საჭიროდ ჩანდა აი ძალიან ტრანსპარენტული იყო. ერთი წამით ადრე რომ გაეჩერებინა, სალაპარაკო საერთოდ არ იქნებოდა. იმ მომენტში გაწავიდა წინ ზუსტად ის ბიჭი, თორე მანამდე 5 თუ 6 დარტყმა გაატარა, აი ესე ჩემი ხო და ნუ всё რა, ეხა ყველა წესით აპელაციაზეც სადაც გინდა გააგზავნო ეგ ბრძოლა არ დაუკმაყოფილებენ. შუა მე გავიგე აპელაციის ამბავი და სადაც გზავნიან აპელაციაზე რა ორგანიზაცია თუ ახლა გზავნოთ რაღაც ბრძოლას. კი, ერთი ბრძოლა გავაგზავნეთ, არის საერთაშორისო MMA ორგანიზაცია და ანუ შენ თუ არ გააგზავნი მე მაინც აქვს უფლება თვითონ რო გააგზავნოს და ის ბრძოლა რაც ჩვენთან მოხდა, ანუ შენ მებრძოლი მოგმართავს. მე ვთვლი რომ აპელაცია გასაგზავნია. შენ როგორც ორგანიზაცია წყვეტ გასაგზავნია თუ არა. ორგანიზაციის სახელით ხდება გაგზავნა ან მებრძოლის სახელით. უბრალოდ მებრძოლი თუ გააგზავნის, მერე ორგანიზაციის სახელი ილახება. და მაგრამ ისე ტრუხა ბრძოლებს არ გააგზავნი, ხო? მაგრამ ეს ბრძოლა აი არაერთხელ მაქვს ახსნილი, შენც მოსმენილი იქნება და დიდი ალბათობით გამანიუსზე რაზე სილაპარაკე გამოს. ხო, რა, ხა. ან ორჯერ დაამოკდავნა, აშკარად დააზიანა ტიპი, იმან აკონტროლა და ეხა, ნუ ვინ როგორ თulis, ვინ რას ანიჭებს უპირატესობას. ახალ ამბებს მოусმედი დიდი სამარები 9 საათზე რო ჩდები და დღეს გორში წვიმს თუ შეშარარ აი გამას რო დავამთავრებ მე შეიძლება ენკორი გახდი კერკენა რო გაგვაძევებს ბაზრიდან მე გორის მაუწყებლის სახე გავხდები კი ბატონო პირველ ვიდეო სახში რო თქვი სტუდიაში მითხარ ტელევიზიაში 9 საათიანი ნიუსის დასაყვანი ამიტომ ნუ
რავი, ჩემთვის აი უბრალოდ ეს მაჩვენებლები უკვე იმაზე მეტყველებს, რომ მართალი არ არის ეს წარმოთქმული აზრი და ამაზე მეცაც გეტყვით მეგობრებო. სამი ბონუსი დარიგდა მაგ საღამოს როგორც ვიცი, ხო? ოჰო. ამ სამიდან 2 ბონუსი ჩვენმა მებრძოლებმაც მოიღეს, ჯანსუ გოგიამ და სოზამ. და ფოლადას რატო არ მიეცით ბონუსი, ჯერ მაგაზე მაქვს პრეტენზია, სერიოზული. მე მაქვს ის დიდი კომფორტი რომ მოდი საჭს აახიეთ თუ რამე პრობლემა ვინმესთან გაქვთ და ფოლადას მიეცით და სხვანაირად დავკომპენსირებ. ხო და რაც შეეხება მესამე ბონუსს სოზამ ისეცემა ის კაცი რომ ისევ ჩვენმა მებრძოლმა ისეცემა ის კაცი რომ ბონუსი დაიმსახურა და ეხლა მოდით აბა კომენტარები ჩამოყარეთ საწინააღმდეგო ანუ ციფრები ჩემსკენაა და თქვენ რითი აპელირებთ ვერ გამიგია ორგანიზაციას აქვს ცუდი და კარგი ბრძოლები და კარგი მომენტები. ეს ბრძოლა ისეთ თემაა ხა ინდური კინო ხო არ არის წინასწარ გაწერო არა ბრძოლაში ყველაფერი ხდება. ბუჩო რაზე მინდა ბოლოს თემას რო შევეხოთ მე და შენ არის ის რომ ეხა რეალურად ჩვენ მე ვხედავ ისე ამ სიტუაციას რომ რკენა არის დიდი პრომოუშენი რკენა არის ნაბიჯი ტრამპლინი რომ მოხდეს ტიპი UFC-ში ასე მარტივად რო დავალაგოთ ხო ეხა ბევრი შანსებია ჩნდებათ მან მყოფ მებრძოლებს მან ბრძოლა უკვე მიღწევა და ეხა პროსტა ჩხუბი მინდა ძმა მოვედი რკენაში ვიჩხუბე ეგრე არ გამოვა ანუ როგორც მინიმუმ რაღაცა დამსახურება უნდა გქონდეს და მე ვხედავ ასე სიტუაციას რომ გამაში ჩვენ ვქმნით ამ სტარ მატერიალს და რამოდენიმე ბიჭი უკვე სტარი არის შექმნილი ფოლადაც ზუსტად იმიტომ დაინტერესავთ რკენას რომ გამას დიდი წვლილი აქვს. ნუ უპირველეს ყოვლისა სტარები თავის თავს ქმნიან ამაზე ხაზგასმა მინდა და არ ვიბრალებ რომ პლატფორმა ხო ფოლადა გამას შექმნილია. ფოლადამ თავის შექმნა, მაგრამ გამამ დიდი წვლილი შეიტანა მის პლატფორმა მის ჩამოყალიბებაში. კი ბატონო, აი ეს ძალიან სწორი სიტყვებია პლატფორმა მის და აძლევს ამ პლატფორმას ბევრ მებრძოლს დღესდღეობით და მე ვთვლი რომ ჩვენ შეგვიძლია ისე დავალაგოთ ჩვენში ურთიერთობა რომ ჩვენ შევქნათ ის სტარ მატერიალი, რომელიც თქვენთან ბოლომდე გაბრწყინდება და მთელი ერის ოცნებაა, რომ, რავი, ფოლადა, კურტანა, თუ ჯანსუ, თუ სოზა, თუ ნებისმიერი სხვა საქართველოს შვილი გახდეს, მეორე მერაბდვალიშვილი, მეორე ილია, იმედი მაქვს, კიდე უკეთესები იქნებიან ვიდრე ეს ბიჭები. პირველი სოზა, პირველი ფოლადა. ეგეთები. ხო, და ანუ ჩვენ ყველა ვიხეირებთ, როგორც მინიმუმ აი ძალიან ბედნიერი ვიქნები, რომ მე ამაში მიმიღია მონაწილეობა. და დარწმუნებულია ყველა ვისაც გული შეტკივა და ასე ვხედავ, ეს აზრი გაუზიარეთ გუშინ შეხვედრისას და ანუ აი ეს ჩვენი ხოდი გულწრფელი გავაკეთეთ და ძალიან იმედი გვაქვს რომ დაგვიბრუნებენ პასუხს და გაიზიარებენ ჩვენ ხედვას რაღაც ნაწილად მაინც და როგორც ჩვენ თქვი შევხედოთ საინტერესოა ვეცადოთ დავალაგოთ თუ ბედი ისეთი აქვს რომ დალაგებადია დავალაგებთ თუ არა და შეხვედრაზეც იგივე თქვით ვიჩხუბოთ კაცო პრობლემა cross promotion-ები სხვა ორგანიზაციის ჩემპიონების ჯახის სხვა ისტორიები ანუ ეს ყველაფერი შოუ ჩვენი რასაც ვაკეთებთ ეს არის შოუ ძალიან დიდ ნაწილად არის შოუ სპორტული ასპექტი გავიგე მაგრამ ეს არის აი პირდაპირ გაგებით შოუ რასაც ქვია რა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ემოციური ბმა ხო ემოციური ბმა ან პატივისცემას იმსახურებენ სპორტული შესაძლებლობების გამო და სიყვარულს ან სიძულვილს იმსახურებენ შოუს გამო მე ესე ვხედავ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეგ მაგის საკეთებელი პლატფორმა გქონდეთ კარგია რომ აქვთ შესანიშნავი და გრეპლერებსაც მათ შორის აი გამა გრეპლინგზე მინდა ორიოდე სიტყვით რო ვისაუბრო შემომიტოვე ბოლოს ორიოდე სიტყვისთვის და გრეპლინგი ხო იცი ბიჭო, ჩესერთი მაგარი ხვები ჩანიშნე და არ მითხარი, გუშინ მითხარი. ხო, ახლა მოდი ინტრიგა შემოვინახე და მოდი გაუმხილოთ. უბრალოდ იმით დავიწყოთ, როდის დაგვიბრუნდები ტატამზე.
ტატამზე მაკლი ხარ. შენ რო ფეხებს მოირჩენ bro, მე და შენ. დღეს რომ მოვედი და არც ერთი ფეხით არ სელაფივით დავდივარ მახელებზე უკვე. აი ვარ და ბონლესივით რო გამოგვირდი იქიდან მეთქი რა ხდება. მაესტრო ხო ხარ მაგრად. ვერ ვარ, დღეს ვერ ვარ, მაგრამ რომ მოდი მოვიხოდოთ და დაუბრუნდეთ. ახალი წლების მერე რა. ბევრი საქმეა გასაკეთებელი ბრაზერ და ახალ წლების მერე დავბრუნდეთ მე და შენ მოსულა. ტრიუმფალურად დავბრუნდეთ. მოსულა. თუ გინდა რაღაცის სუპერ ფაითი გავაკეთოთ. თავი დამაჯდეს. სახალხოდ მხოლოდ ლაპარაკობ ჩხუბებს. და ერთი შევა მინდოზას ვეთამაშო კალაბურთი და ტაბუცაძე აკასთან უნდა 100 მეტრზე დავდგეთ და მგონია რომ ავსწრებ. всё და ეხლა ჩემთან უიჭიდავებ რავი. ტაბუცაძეს არ მეშინია და ვინმე კომენტატორს მომენას. ჯოროგან. ჯოროგანი I know. მე მგონი ორივეს ასაკისი მე დადო არა. მე მგონი ორივეს გადაგβუნავ. თიარტი ტრიტმენტზეა, შავი ქამარია და ნუ კაროჩი კაი ფორმაშია რა. მე მგონი ჯერ მოვიხოდოთ და მე შევუდიოთ. ქართულ წყალს ვსვავდო და საჭეს კიტრის და პამპურის სალათს ჭამ. გორი ჭიდაობის ის არის, ხო იცით? თეოლური იოდის ნაკლებობის იმედად. ჰაბია ჭიდაობის. მოდი აი გრეპლინგზე მინდა ორიოდე სიტყვა რა ვთქვა. უპირველეს ყოვლისა წინა გრეპლინგი, აუ, ძალიან სიგიჟე იყო ბიჭო, ძალიან ლეგიონის და ამის ჯახი ყოსანოს ტრასა. იმენა აი როგორ მიხარო და მაგ ყველაფრის ყურება და იცი რა მინდა ვთქვა? ძალიან საინტერესო მოვლენები გველის გრეპლინგში, რაღაც ჩემი გათვლებით ზაფხულის ჩათვლით, ზაფხულის დასაწყისამდე შუა რიცხვებამდე ეს გუნდური შეჯიბრებები იქნება, ყველა გუნდი ყველა გუნდს ხო უნდა ეჭიდაოს. და მე ვფიქრობ, რომ ეგორი გუნდი ფავორიტია და დიდი შანსია, რომ ფინალში შეხვდეს. შეიძლება რომ კიდე შეხვდნენ ფინალში? მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტი შანსი ის არის, რომ ეგორი გუნდი შეხვდეს ფინალში, იმიტომ რომ წყობა როგორ არის, რომ ყველას ეჭიდავება, ყველაზე მეტი მოგებები ვისაც დაუგროვდება, ფინალში ერთმანეთს ხვდება. ხატობა ეგ ფინალი იქნება რა სიგიჟე ბიჭო. რა ხდებოდა? რა მოხდება ბოლო-ბოლო არ ვიცით, მაგრამ თუ ეგ შეხვდა, აი იმენა ბრაზილიური სერიალის სცენარია. მაგ გრეპლინგის საღამოზე იყო ბოლო წამს აღებული ნიბარი, იყო არასწორი გადაწყვეტილება, ძალიან სადაო და ბევრისთვის გულდასაწყვეტი გადაწყვეტილება. გაგუდა უგონოდ, მერე ხალხის დაბრუნება და უმაღლესი დონის ორშავ ტაისონსა და ნიკას შორის ბრძოლა რა იყო? ტაისონსა ნიკას და იმას შორის კაცო. სანდროს ნიკატას ჩემი აზრით ევროები ის იყო ალჯო იყო ეგ რაც მომხდარა საქართველოში გრეპლინგში ეგ იყო ყველაზე მაგარი სანახაობრივი მეჩაფი რაც წაყვანილი ყავს ჩვენ და რაც გვინახავს ერთად ბრაზერ გამაგრეპლინგებს რო აკეთებდით სეტანტაზე მაშინ თუ გახსოვს იყო ერთ-ერთმა მეორემ რო აიყო და კამერაში რო გატენა პირდაპირ და ეს რაღაც გეგ იყო გიჟური საღამო მაგრამ მაგაზე ერთი ორჯერ სანახაობრივი ეს იყო თან გუნდური პრინციპი და თავარი რაც არის პიტი აი ეს პიტი რაც არის ჩაღრმავება იდეალური ადგილია ჯუჯიცუსთვის ახლა მგონი ათლეტების დამეთანხმებიან და სასწაული ივენთი იყო მოკლედ. შემდეგ შეოდები გიჟივით. და შემდეგ ზევიცი რომ ჩემი ლოცვები შეისმენა მიუხედავად იმისა რომ პირდაპირ შენთან არ მილოცია არც ვოისებით და არც არაფერი. მოდი მაშინ თქვათ. მოდი Superfight, ну, Lock and Choke International გელით გუნდური შეჯიბრი გიმნაზიას წინააღმდეგ. ყველა ვინც იცნობთ მაგ გუნდების ბიჭებს გელით გამა Fight Hall-ში ორშაბათამდე ბილეთები 15 ლარიდან იწყება სულ, კაპიკებია, ამიტომ დაითრიეთ ორშაბათამდე პრომოკოდები თუ იცით მაგ გუნდების კიდე 10% მოაკლდება, ამიტომ უფასოდ მომიცია ჩათვალე. ფული გადაიხადა და მოვალთ. სად მოგიტანოთ? და გააპნია გამა Fight Hall-თან. ხო და Super Fight-ებიც ჩავნიშნეთ. ორი გაქვს, ხო? მოდი ჯერ არ ჩანიშნულზე დავიწყებ. არა, სამი მაქვს და მე 4-ს ვნიშნავ. ორი მითხარი გუშინ და ხო. მესამე ხო. მიდი. გოგო ჭურს უნდა კიდე ჭიდაობა. გოგო ჭური კი იცი ჩვენ გამა MMA-ს ვინც ადევნებ თვალს, კაი გრეპლინგ სკილები აქვს და უბრალოდ აი ვინ ვაჭიდაო არ ვიცი. ერთი აზრი მაქვს. თუმცა ცოტა მოგვიანებით გავაჟღერებ დღესვე. და
გრეპლერი MMA-ის წინააღმდეგ როგორ ფიქრობ, საინტერესო თემაა? გრეპლერს გააჩნია და MMA-ის მებრძოლს. ნუ ეხლავე ნუ დამასპოილერებინებ. გოგოჭული არის ერთი. ხო, არა. და მეორეა ერთ-ერთი სტუმარი, მოდი არ გააჟღერო ოღონდ. ოკეი. ოკეი, მე თუ ხვდები, მე მითხარით, ხო. კაია? ძალიან კარგია. ძალიან კარგია. მიხვდი, სწორად მიხვდი, დარწმუნებული ვარ. ოკეი. ხო და ამ მეჩაფის გარდა გააჟღერე თუ გინდა შენ, თუ გინდა მე. ფოლა და სოზა. რა მაგარი სოზაშვილი და დაუპირისპირდებიან გრეპლინგის წესებით ერთმანეთს. ახლა არავისთვის არ არის სეკრეტი, რომ ბიჭები ერთად ვარჯიშობენ და მეგობრობენ, თუმცა გრეპლინგია. აი ეგ ხუში რომ მითხარი მაგაზე, ეგ ზუსტად ეგ პასუხი მქონდა. გრეპლინგში ეგ ორი თან მაგათი ორივეს ეგო რო ვიცი, ახლა ფოლა და აგზის და მაინც არ მითხარ ეგოს და სოზას დარწმუნებულა სადღაც აგზის, მაგას ეგოს რო ახსენებ, მაგრამ ორივეს ეგო რო ვიცი, ტიპები და ხოცავენ ერთმანეთს. სოზაზე იბაზე ბათუმში. 5 საათი გააკეთე ჩავ. ხო და ორივე ვიცი რომ ანუ ეცდებიან რომ მაქსიმუმი გააკეთონ ახლა ფეხის ძალიან სანახაობრივი შეჯიბრი იქნება და ჩემთვის ძალიან ახლა სოზას ჭიდაობა უფრო კარგად მაქვს ნანახი, ფოლადას ჭიდაობა უფრო MMA-ის ჭრილში მაქვს ნანახი. ხო, კლეტკას თამაგრა ჭიდაობს, ნუ ძიუდოს გამოცდილება აქვს. პატარა წაჭიდავებას კატრებიც მაქვს ნანახი ფორტისზე თუ გეჯეჯე თუ რაღაც ეგეთ ზე უჭიდავია. მოგებული გაქვს ხო ფოლადა ეგ. მოგებული აქვს, ანუ ესმის. ხო და მაგრამ აი ესე იმენა გრეპლინგის წესებით არ მინახია, ჩემთვის ძალიან დიდი ინტრიგაა. ძალიან დიდი ინტრიგა. სოზას და ფოლადასაც აქვთ პრომოკოდები, თუ გამოიყენებთ, ბიჭებსაც მიუვათ თქვენი მადლი და თქვენც 10%-იან ფასდაკლებას იხეირებთ. თვითონ გააჟღერებენ თავის პრომოკოდებს. თუ ისურვებენ გამას პრომოკოდები არ აქვს. გამა მებრძოლებს აძლევს შანსს, რომ უფრო უპირატესი კონდეთ უპირატესობა კონდეთ ფასში, რომ თქვენ კონდეთ мотиваცია პრომოკოდის გამოყენება და ბიჭები 2 კაპიკით მეც იშოვიან. კიდე ერთი ბრძოლაა ამას. კიდე 2 ბრძოლაა, ბრო. ერთი რაც ვიცი მე არის შიო პერფორმანსის წორთნელი და ხალხის გამძლიერებელი და გამაგრებელი აჩო ბეჟიაშვილი და დაეჯახება ეგ კლდიდან გამოკვეთილი ერთი ტიპი დაეჯახება ამიკო სიმონეშვილს ბლეკი მეორე კლდიდან გამოკვეთილი სტრით ვერკაუტერი ბოდიბილდერი და ეხა ახალი დარბაზი გააკეთა ამკო რუსთავში ვიც ხართ მასთან შეგიძლიათ მიხვდეთ ივარჯიშოთ MMA-ც აქვს გრეპლინგი ხო აქვს და თან ბიჭო ამიკოს თემა რა არის რომ ამიკოს აქვს ნასწავლი YouTube-დან უფრო მეტი აქვს ნასწავლი მე მგონი ვიდრე ლაივში და სუჭიდაობს ლაივში და მაგარი ლეგლკები კარგად შეუძლია მაგრამ არ იქნება ხო დაშებული ლეგლკები არა ეგ თემა არ არის თავიდან მქონდა მოლაპარაკები მაგრამ ნუ მოვილაპარაკეთ რომ არ იქნება არანაირად შეზღუდული წესები უბრალოდ ამიკო იძახის რომ ეხლა მე ვამუღამებ მახჩობელებს და ხელებს ამიტომ თუ ვიღაცის მოლოდინი აქვს რომ ისე pure leg locker-ი გავიჩთებიო ორივეს ერთი გაგებულება რო აქვს კი ორივე ესეა ამ ეტაპზე აჩო უფრო დაკუნთულია ამიკო დაიკლო წონა 92-ია აჩომ 95-ს ჩაგიბარებთო შეგვპირდა როგორც მახსოვს და 95-მდე მოხდება ეგ მეჩაფი. უბრალოდ მე მინდა ჩვენ მაყურებელს ვაცნობიერო იგივე ხა რაღაც დონეზე განათლება ჩვენი აუდიტორიის რომელიც ეს ახალი აუდიტორია შევიძინეთ აუცილებელია და ნუ იმ მომენტს რო წერენ რომ როგორ შეიძლება დაგდებულ კაცზე დარტყმა ეგ გაუნათლებლობის მომენტია არაინფორმირებული და როგორნიათ რომ ჭიდაობა და გრეპლინგი ერთი და იგივეა ეგეც გაუნათლებლობაა იმიტომ რომ სადღაც ნახე კომენტარი რომ ეს უსტრაიკინგით როგორ ვიგებთ ქართველები არა და ჭიდაობაში ხომაგრები ვართო როგორ ვერ მოვიგეთ საბმიშენით და ბიჭებო და გოგოებო არ არის ეგრე ჭიდაობაში მაგრები ვართ მაგრამ ტატამზე დაბლა ჭიდაობა სულ სხვა დარგია მაგაში ბრაზილიელები არიან მაგრები ჩვენ ეხლა გავიცანით ეგ ხილი და ეხლა ვმაგრდებით თუმცა ჩხუბი ჩვენია და ჩვენსაც გავაკეთებს და გრეპლინგშიც უკვე ყავს სერიოზული ტიპები მათ შორის ამიკოც არის მათ წარმომადგენელი
და ნიკა ვეკუაც ჩემი პირადი შეფასებით არის ფენომენალური გრეპლერი. იგივენაირად თაზო მეთქი სანდრო თევზაძე არის ფენომენალური გრეპლერი, მისი მიღწევები ამაზე მეტყველებს და დავით ზედგინიძესაც დავიწყებთ იმენა. დავითას ინსტაგრამზე შევედი გუში და უწერია რომ ჩემპიონ ოვო და დროშები აქვს გამოფენილი რა პირველი ხაზია, მეორე ხაზია და მე სიმოა წერია. მეტი ნახი კიდე მეტი ქვეყანა. კი და იმდენი მიღწევები აქვს და რის თქმა მინდა იცით რომ გრეპლინგს არ ექცევა სათანადო ყურადღება საქართველოში და ერთ-ერთი ჩვენი ნაკლი მაგაშია რომ დღემდე ინდურ ჭიდაობად მიგვაჩნია არადა არის აუცილებელი კომპონენტი MMA-ისთვის როგორც კრივი ან მუაიტაი ეს არის ერთი კოლონა რომელზეც დგას MMA მეორე არის ჭიდაობა დგომის ჭიდაობა ყველაზე კარგი როგორც იძახიან რასაც მე ვიზიარებ არის თავისუფალი ჭიდაობის სკოლა და აუცილებელია როგორც მინიმუმ დაცვა რო იცოდე მტკივნეულებისგან ხო თორე კონორის კარიერის საწყისი ზუსტად მაგას გვიყვება რომ არ მიაქცია ყურადღება ეგრევე პირველი წაგებები მაგიტო იგემა რომ არ აქცევდა სათანადო ყურადღებას BJJ-ს და გრეპლინგს ამიტომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი MMA-ის შემადგენელი ნაწილი გრეპლინგი თუ ჯიუჯიცუ და უნდა ვისწავლოთ. გვინდა არ გვინდა მოგწონს არ მოგწონს თუ პირველობა გვინდა უნდა ვისწავლოთ ეს კომპონენტი. ამიტომ შევამჩნიოთ ეს ბიჭები თან ძალიან საინტერესო და ძალიან განსხვავებული პერსონაჟები არიან გრეპლინგში. ფსიქოტიპიდან გამომდინარე და მე ასე ვიტყვი. მუშტიკრივში ხო დაინახეთ რომ არის თარ მატერიალი და ძალიან მაგარი პიროვნებები, რომელსაც აქვს სრული შესაძლებლობა რომ გახდნენ ვარსკვლავები სოფლი გლობალური დონის და ნუ აგერ აფოლა და შეგვიძლია ვთქვათ რომ არის მაგალითი, უკვე შემდგარი მაგალითი. ხა შეიძლება ილია თოფური არ არის, ჯერ ფოლადა, ჯერ საქართველოს დონეზეა, მაგრამ შემდგარი მაგალითია, ხო? და კიდე ბევრი ასეთია და გრეპლინგში იგივე რო ახსენე ვეკუა, სვიმონიშვილი, ზედგინიძე თუ თევზაძე თუ გადაწყვეტენ MMA-ში გადავიდნენ, მეტად ადვილად გამოვა ტრანზაქცია, ვიდრე ნებისმიერ სტრაიკერს. ხო, მეგონი თევზაძე კიდე ვარჯიშობს უკვე. თან MMA-ში. ამიკოც ვარჯიშობს მათ შორის MMA-ში. აჩოს არ ვიცი MMA უნდა თუ არა, აჩო უფრო გრეპლინგის გასა. ხო და აგერ თქვენი დავანახოთ ამ ბიჭებს ის პერსპექტივები რაც არის და როგორც ჩვენ ვარ დაინფიცირებული ამ სპორტით ახლა მაგათ შეუძლია ჩვენ აღარ მე 51 წლის ვარ, всё, მე ჩემი გასაკეთებელი აი ჩემით რაც შემეძლო გავაკეთე. მინდა რომ გავაკეთო კიდე, მაგრამ როცა აი ბოლომდე ვაწვევი უკვე ჩემი ყესები ვერ უძლებს და უბრალოდ ამ ბიჭების დროა და ჩვენ უნდა შევქმნათ პლატფორმა, შენ სიტყვებს გამოვიყენებ, რაც აქამდე ვთქვი. და თუ დავალაგებთ ისტორიას საქართველოში ისე რომ ილია ჭავჭავაძეს თემას არ გავიმეორებთ, რომ ყველას მეფობა გვინდა და ტახტი ერთია, ჩვენა იერარქიას დავიკავებ სწორად და ერთ თემას წავწევთ წინ, დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება რომელიმე ეს ბიჭი კურტანიძე არის კიდე ძალიან ყურადღება მისაქცევი და ეს არის ჩვენის მომავალი ვარსკვლავი დღეს ვიხილავთ სტუმრების სიაში მაგას რკინისფეხი ტყვილა არ ქვია რომ ტიპი აი ტომპოს კინოები გაქნა ნახე ეს ვანდამი და კალონებს რომ მე მგონი მაგით არის ინსპირირებული რა ხა კედელს რო დაარტყას დარწმუნებული ვარ გატეხავს შეიძლება თავზე დაგვანგრიოს გამას ფაისხოლი როჩი აი ძალიან მაგარი ბიჭები ყავს და უბრალოდ პირობა შეუქმნა თუნდა რომ გვასახელონ თავისთავი ასახელონ უბრალოდ ყოველსა მთელი ერი გვასახელონ და რკენა გამა და იმედი მაქვს სხვა ორგანიზაციებიც ამას ვემსახუროთ ჩემი ოცნება მადლობა ბრაზერ მოწვევისთვის დიდი მადლობა შენ ბუჩო იმედია 26-ში დაგვიმშვენებ ჩვენს უმაგრესივენს და კიდე გელოდებათ
ამიკო და თაზო კი ვახსენეთ, მაგრამ კიდე თაზო ბოჭორიშვილი MMA-ისგან იცნობთ ბევრი მაგ მებრძოლს და ამჯერად გრეპლინგში ნახავთ და ნიკა მუშკუდიანი ამიკოს გუნდის მკაფიო და ეს შესამჩნევი წარმომადგენელი გაიზიარებს მასთან სუპერ ფაითის ფარგლებში გამას ფაით პიტს. ამიტომ ძალიან მაგარი შეჯიბრი გველის. მერაბის ბრძოლა არ დაგავიწყდეთ ხვალ? მერაბის ბრძოლაში გიყოლათ, ქვეყანა გიყვართ, რუს ვეჩხუბებით, პიოტრ იანს ვეჩხუბებით. მოვაკბიჩავთ თავს. ფორტის იტარდება, გრეპლინგის ივენთი იტარდება ჩინელების დასახლებას რა ქვია? ჰუალინგში, Chinese settlement-ში, ჰუალინგში. ჩემი ახალგაზრდა ვაჟი ჭიდაობს მან. მეც ვიქნები, ბუჩოს მიყავს. მე გამოცხადებლად დამიძახა მამაცამ, მაგრამ მაგან არ იცის მე გამოცხადების იქითრებს ვაპირებ, ხო? არ მეთქოს. რაც გინდა ისკენიო. მოვისმენ. ხვალ გნახავთ მოკლედ. ხვალ შევხვდებით.